დამნაშავე რო იყოს საერთოდ არ ვიტანებდი გიორგის. პირიქით ასევე ტყოდი რო იქები იყოს. ჩემთვასაც შემი აჩერდება, მე იმას ვეღარაც როს ვეღარ ნავხავ, ასე მგონია. 70 წლის მერი საპატოვის ერთადერთ ძმისშვილს ციხეში 17 წლის გატარება ემუქრება. გიორგი საპატოვი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბრალდება გამოგონილია. საპატოვი მომხმარებელი იყო და ის სისტემამ ციხეში უმძიმესი მუხლით, პროვოცირებული დანაშაულის და პოლიციის, აგენტ პროვოკატორის ცრუ ჩვენების საფუძველზე გაუშვა. საპატოვების სახლში სპეცოპერაცია რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. 32 წლის გიორგის წინააღმდეგ პოლიციას მისმა ახლო მეგობარმა ნუდარ ყურაშვილმა მიმართა. ყურაშვილს საპატოვები კარგად იცნობენ. ის მათ სახლში ხშირად სტუმრად მიდიოდა და რჩებოდა კიდეც. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. აი ეს ბიჭი, ეს ნუდარ ყურაშვილი ჩვენთან მოდიოდა, ძალიან ბევრჯერ ურეკავდა. თხოვდა, ჩემმა შვილმა რამდენჯერმე მოიგერია და წამოაგო იმით პროვოკაციაზე, რომ ფული მაქვს და შემიძლია გადავიხადო. ეხლა ისე ჩანს, რომ ჩემი შვილი არის ნარკოტიკების გამსაღებელი. რაც არის, არ ვიცი, აი წარმოუდგენელი. ესე გაუკეთა გიორგის, ჩემ შვილს ერთადერთი შვილი, არავინ არ მყავს მე შვილის გარდა, არც ქმარი მყავს, არც სხვა არავინ არ მყავს. დაკავებულის დედა დარწმუნებულია, რომ ნოდარ ყურაშვილი, რომლის ერთადერთი ჩვენების საფუძველზეც მის შვილს 17 წლით ციხე ემუქრება აგენტ პროვოკატორია. ამ ვერსიას შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებიც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 2022 წლის 18 ივლისს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მოქალაქე ნოდარ ყურაშვილი მივიდა. სამართალდამცველებს უთხრა, რომ ნარკოდილერი მას წამლის შეძენას თავაზობდა, არ უნდოდა და ამიტომ პოლიციას მისი დაკავება თხოვა. მე ის მთავაზობს ნარკოტიკების შეძენას, თუმცა არ მსურს ამ საქმეში გარევა. გიორგი საპატოვი ასევე ასაღებს ნარკოტიკებს სხვადასხვა პირებზე თანხის სანაცვლოდ, ამიტომ მზად ვარ ვითანამშრომლო პოლიციასთან და საჭიროების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებშიც მივიღო მონაწილეობა. სამართალდამცველებმა ნოდარ ყურაშვილს ფარული კამერა დაუყენეს. სავარაუდო აგენტ პროვოკატორი მოქმედებაზე გადავიდა. პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მეგობარს გიორგი საპატოვს დაურეკა და ნარკოტიკების შეძენაში დახმარება თავად თხოვა. ამ დროს ის უკვე ყველაფერს ფარულად პოლიციასთან შეთანხმებით იღებდა. გამარჯობა, იგი ბატონო გამომძიებელო. ნოდარი ვარ ყურაშვილი და ისა გიორგი საპატოვიდან შევიძინე ნარკოტიკიდან მინდა რომ გადმოვხსნე. ნარკოტიკებით ვაჭრობა უმძიმესი დანაშაულია და ყველა რეალიზატორი უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. თუმცა სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული. სამხილების დაბალი სტანდარტი კი ეჭვსაჩენს, რომ შესაძლოა ერთი და იგივე აგენტ პროვოკატორის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პროვოცირებას ახდენს და შემდეგ ერთი მოწმის ჩვენებით ადამიანებს უმძიმესი ბრალდებით ციხეში უშვებს. დაკავებული საპატოვის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში საქმე სწორედ აგენტ პროვოკატორის მიერ პროვოცირებულ დანაშაულთან გვაქვს. მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებული არის, რომ ნოდარ ყურაშვილი არის შესაძლო აგენტ პროვოკატორი. კი ბატონო, რამდენ საქმეში ფიგურირებს ეს ადამიანი, აი დადასტურებულად მარტო იმერეთის რეგიონში, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს არის 7 სისხლის სამართლის საქმე. გიორგი გოგინავა გიორგი საპატოვის ინტერესების დამცველია. საქმის მასალების შესწავლის დროს ადვოკატისთვის ყურაშვილი თავიდანვე საეჭვო მოწმე გახდა. ამიტომ პოლიციის ოქროს მოწმეზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მხოლოდ 2022 წლის ბოლო 6 თვეში ყურაშვილის ჩვენების და ვიდეო გადაღების საფუძველზე კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 7 ადამიანი დააკავა. ნოდარ ყურაშვილი მისი დიდი ხნის მეგობარს გიორგი საპატოვს ცდილობს მის მიმართ დაიყოლიოს ის დანაშაულის ჩადენაში და მიზანმიმართულად
შემდგომში განხორციელდეს მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა. დასტურდება მისი პროვოკაციული ქმედებები, ეს დოკუმენტები არის სხვადასხვა სისხლისამართლის საქმიდან მოპოვებული. ნოდარ ყურაშვილი ანალოგიურად იდენტურად ცდილობს დაიყოლიოს დანაშაულის ჩადენაში პირები. გამოკითხვის ოქმებშიც, ანუ ესე რომ ვთქვათ, copy-paste-ით არის გადატანილი საქმის მასალებში ერთი გამოკითხვის ოქმიდან მეორე გამოკითხვის ოქში ცირედი სხვაობებით, რა თქმა უნდა, და თითქოს სურს მას, რომ დისტანცირდეს ნარკოდანაშაულისაგან. ნოდარ ყურაშვილის ჩვენების საფუძველზე 2022 წლის 21 მაისს დააკავეს 30 წლის გიგა ასათიანიც. პოლიციის ოქროს მოწმე აქაც იდენტური სცენარით მოქმედებდა. ის ასათიანთან ჯერ ნდობაში შევიდა. შემდეგ კი ნარკოტიკების შეძენაში დახმარება თავად თხოვა. ფარული ვიდეო ქუთაისში ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაუღო და ჩანაწერი პოლიციაში მიიტანა. ამ შეხვედრიდან მალევე ასათიანი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით აიყვანეს. Dati ხაზი მინდა, ვინ აი. მე აღამჩევათ, მაგრამ გასაკეთებელი წამალი. გიგა ასათიანის ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს. უფლებადამცველი, რომელიც წინა ხელისუფლებას ღიად უპირისპირდებოდა, დღეს პირდაპირ ამბობს, რომ იმერეთის კრიმინალური პოლიცია საქმის ფალსიფიცირებას იგივე მეთოდებით ახდენს. ადვოკატი ეჭვობს, რომ აგენტ პროვოკატორებს საგამოძიებო უწყება დანაშაულის სტატისტიკის მაჩვენებლისთვის იყენებს. საქმეს რო გადახედავთ, ნახავთ, რომ ეს არის აგენტი პროვოკატორი. პირველად ნახე და გავიგე კიდევაც ალბათ პირველად და ალბათ საზოგადოებას პირველად გაიგებს, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში გამსაღებელი დაძდევდეს მომხმარებელს, მოდი ჩემგან იყიდეო. როგორ შევაფასოთ გამსაღებლებს ჩაუწვათ საქონელი, ვეღარ გაასაღეს და ეხვეწებიან და ყურაშვილზე არიან დამოკიდებულები, მოდი შეინჭირიმე, უნდა მოგყიდოთ, გინდა თუ არა უნდა მოგყიდოთ წამალიო. ეს ხო მარაზმია, მაგრამ გამოძიებასთან ნამდვილად მაქვს პრეტენზიები რეგიონების მიხედვით, თუნდაც, როდესაც ხედავთ, რომ აი ასეთი საქმეა, ხა თუ გამოძიება, იმიტომ გინდათ, რომ სადღაც სტატისტიკაში ავსოთ, ეს ჩემი ქვეყნის წისქვილზე არ ასხავს წყალს რა. ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება. პოლიციის სავარაუდო აგენტის ერთი და იგივე შინაარსის ათობით ჩვენება უკვე ადვოკატების ხელშია. ლალი აფციაური არ გამორიცხავს, რომ ეს მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს. აი ეს საქმეები ჯერ ამ ეტაპზე 7 და მე 27 ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც სიუჟეტი გავა და არა მარტო 27, ერთად რო გაერთიანდება და ევროპულ სასამართლოში წავა, როგორ ფიქრობთ, ჩემი ქვეყნის წისქვილზე დაასხავს წყალს? აი ეს კითხვა მაქვს, მეტი არაფერი. სავარაუდო აგენტ პროვოკატორის ნოდარ ყურაშვილის ინფორმაციის საფუძველზე ციხეში 20 წლიანი მუხლით გაუშვეს ჯაბა ჭრიკიშვილიც. მისი დაკავების ოპერაცია ტევ-პირველმა 2022 წლის 25 აგვისტოს ავლაბარში გადაიღო. დაკავებამდე ჭრიკიშვილმა კამერების წინ თქვა, რომ ის სახლიდან ნოდარ ყურაშვილმა გაიყვანა, მალევე კი პოლიციამ უმძიმესი მუხლით დააკავა. ასე არა ვარ ახდენო. იმან დამირეკა ჯარის ვაკაცია ნოდარი ყურაშვილი ხოლსკი. ჩამოვედი შესაკვეთრად და ეს ხალხი დაყო. ამ კონკრეტული საქმეების გარდა ნოდარ ყურაშვილის ჩვენების საფუძველზე იმერეთის კრიმინალურმა პოლიციამ კიდევ ათობით საქმე გახსნილად გამოაცხადა. მათ შორის არის გაგა კუხიანიძის საქმეც. 35 წლის კაცი გომელაურის უწყებამ ნარკორეალიზატორად ყურაშვილის ჩვენების საფუძველზე გამოაცხადა. სასამართლომ კი ამ ნაწილში ის გაამართლა. ნოდარ ყურაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს? ჩვენების საფუძველზე რა არის სხვადასხვა მტკიცებულებები, მაგრამ თავარი მოწმე ეგ არის. კი ბატონო, მეც ამათ სასამართლოში წარდგენილი რომ სხვა საქმეებშიც არის. ანუ აგენტ პროვოკატორია ეს ადამიანი? თვითონაც აღიარებს იმაში, რომ ესე არის. თანამშრომლობს. ვინ არის სავარაუდო აგენტ პროვოკატორი, რომლის გარეშეც ნარკოდანაშაულის საქმეს იმერეთის პოლიცია ფაქტობრივად ვეხსნის? შაბათის ეთერი ამის გასარკვევად ხონში ჩავიდა. ნოდარი ყურაშვილი რომ სახში ცხოვრობს? ნოდარ ყურაშვილს ხონში კარგად იცნობენ. იციან ისიც, რომ ის პოლიციის სტაჟიანი აგენტ პროვოკატორია, თუმცა მასთან დაკავშირებით ღიად ლაპარაკი არავის უნდა. რავი, მე არ ვსურვ, მაგრამ აი ადამიანმა ჩემგორიდან მეგობრას არ მიყავდა ის. წარსულში რითი იყო დაკავებული? წარსულში ვითომ ძველი ვიკავდა. და ჩალიჩემენ ეგ იცინები არ.
როც რომ მოწმეთ აქანე ხო იყენებს აქანე არავინ არ ახლოს არავინ არ იკარება მაგრამ და არ იკარებს არის რა სარგებელი რატო არის ესე პრიორიტეტში ანუ რა სარგებელი აქვს ალბათ არ იჭერენ რა ვიცი არ იჭერენ ალბათ ხო დავიჭერ ვერ დამიჭერე კი ნახამ გამაჩინდნენ და ეგ გავდაცვლე ნოდარ ყურაშვილი რომ ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს და პოლიციის სტაჟიანი აგენტ პროვოკატორია, ამას შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც ადასტურებს. ის ნარკოდანაშაულისთვის რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა ციხეს ყოველთვის ვადაზე ადრე ტოვებდა. გაუწიეს თუ არა შეღავათი პოლიციასთან თანამშრომლობის გამო, ამ კითხვების დასასმელად მასთან სახლში მივედით. გამარჯობა. გამარჯობა. ნოდარი არ არის სახლში თქვენი შვილი? არა. ხოვერ გაგვასაუბრებთ საუბარი გვინდა მასთან. ინფორმაცია გვაქვს ნოდართან დაკავშირებით, რომ ის თანამშრომლობს აქტიურად პოლიციასთან, როგორც სრულ მოწმე და აგენტ პროვოკატორი. რა პირველად მესმის 2022 წელს მარტო 7 ადამიანი დააკავეს ნოდარის ჩვენების საფუძველზე. ყველა მელაპარაკებით ახლა და ვიდეოსირებთ აქ თან. ყურაშვილის დედამ კითხვებზე არ გვიპასუხა. თავად სავარაუდო აგენტ პროვოკატორი კი დაიმალა. მოგვიანებით პოლიციის ოქროს მოწმე შაბათის ეთერს თავად დაუკავშირდა. დავურეკეთ. თქვენ მოგწერეთ თქვენი შეტყობინება უნდა. დიახ, თქვენ გეძებდით და ვერ გიპოვეთ ხონში. ხო, ჩვენთან ყოფილი ხარ. ნოდარ ყურაშვილს ვკითხეთ, როგორ მოხდა რომ მხოლოდ 2022 წელს მისი ჩვენების საფუძველზე 7 პირი დააკავეს და მოქმედებს თუ არა ის პოლიციის მითითებით. პირდაპირ მტკიცებულებების და ჩვენებების მიუხედავად, გომელაურის უწყების ოქროს მოწმემ ამ საქმეებთან კავშირი კატეგორიულად უარყო. რამდენი ადამიანი დააჭერინეთ სრულ ჩვენების საფუძველზე პროკურატურას? არასორი ინფორმაციას. ბატონო და როგორ აღნიშნა რომ 7 სისხლის საქმეში მთავარი მოწმე ხარ? არასორი ინფორმაცია. შემიძლია გვარები ჩამოგითვალოთ. ხო და გასაგებია შეგიძლია მაგრამ გიორგი საპატოვი გიგა ასათიანი ჯაბა ტრიშვილი გაგა კუხიანიძე იცნობ ადამიანებს ფლოპ ინფორმაციას არასორად გიორგი საპატოვის საქმეში ხართ თუ არა მოწმე არა ასეთ არა ვარ მოწმე თქვენ მიმართეთ თუ არა პოლიციას რომ ის არის ნარკორეალიზატორი ბატონო ნოდარ თქვენი ჩვენება არსებობს თუ არა პოლიციამ გაგიყალბათ ჩვენება არ ვიცი მე ხა თქვენი ვისი ჩვენებით და რაღაც მოწმის სტატუსით ხართ თუ არა დაბარებული თქვენ სასამართლოში არა ზოგადად არ დამკავშირებია მაგ კუთხით არა ბატონი ასათიანს არ იცნობთ ის წინა მოწმე არ ხართ არ ვიცი მაგათ არ ვიცნობ და თვინ რამოდენიმე ანუ სრულ მოწმე ხართ არ იცნობთ პირდაპირ მტკიცებულებების მიუხედავად ნოდარ ყურაშვილი ჩვენს დარწმუნებას მაინც ცდილობდა რომ გიგა ასათიანის გიორგი საპატოვის ჯაბა ჭრიკიშვილის და კიდევ სხვა 4 პირის საქმესთან კავშირი არ ჰქონდა თუმცა საბოლოოდ აღიარა რომ საქმის მასალებს იცნობს მაშინ ჩნდება კითხვა საიდან აქვს წვდომა ჩვეულებრივ მოქალაქის პოლიციის ფაილებთან ვიცი მაგათ მდგომარეობა რა სიტუაციაშიც გაიყვნენ რაღაცა კამერებიდან გამომდინარე გადაღებულია რაღაცა რეალიზაციის საქმის მასალა საიდან ვიცი და იქიდან ვიცი მაგით როგორც შეგიძლიათ თქვენ ეხლა თქვენ შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ არა 2022 წელს საქმეში ხართ მოწმე არასორი ინფორმაციას ფლობთ პოლიციის სავარაუდო აგენტ პროვოკატორმა დაგვიდასტურა რომ რამდენჯერმე ნასამართლევია და ციხე ყოველთვის ვადაზე ადრე დატოვა. მოუწია იმის აღიარებაც რომ სავარაუდო სრულ ჩვენებების გამო კიდევ ერთი შეღავათი რამდენიმე დღის წინ გაუწიეს. პირობითი მსჯავრის ქვეშ ხართ ბატონო ნოდარ? არა. არ გაქვთ პირობითი? არ გამივიდა უკვე. როდის? ორჩა. როდის დასრულდა? რამოდენიმე დღის უკან. და ციხე ბოლოს დატოვეთ როდის? რამოდენიმე 2 დღის უკან. და პირობითი რამდენი გქონდათ? 3. და 2 წლის უკან თუ დატოვეთ, 2 წელში როგორ გავიდა 3 წლიანი პირობითი? არ გავიდა. ამ შემთხვევაში შეღავათი გაგიწიეს, ხო ბატონო ნოდარ? რამოდენიმე თვე.
7 საქმიდან, სადაც ნოდარ ყურაშვილი პოლიციის ოქროს მოწმეა, ნაწილს პროკურორი რევაზ თოფურია ზედამხედველობს. რატომ ეყრდნობა გამოძიება სხვადასხვა საქმეებში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას, კითხვაზე პროკურორმა არ გვიპასუხა. ბატონ რევაზ, ნოდარ ყურაშვილს თუ იცნობთ, თქვენი ოქროს მოწმეა, ის რამდენიმე საქმეში არის თქვენი მთავარი მოწმე ბრალდებულების. მე ახლა ვისვე საუბრები. მე ჟურნალისტი ვარ, მარიამ გაფრინდაშვილი. დიახ. ბატონო რევაზ, მიდასტურებ თუ არა, რომ ნოდარ ყურაშვილს იცნობ და ის თქვენი ოქროს მოწმეა. ნოდარ ყურაშვილს უახლოეს დღეებში სასამართლოში მისვლაც მოუწევს. გამოძიებისთვის მიცემული სავარაუდოდ სრულჩვენება ახლა მან სხდომათა დარბაზში უნდა დაადასტუროს. პოლიციის აგენტ პროვოკატორმა გისოსებს მიღმა 7 ადამიანი უკვე გაუშვა. მისი სავარაუდოდ სრულჩვენებების საფუძველზე კი გომელაურის უწყება ნარკოდანაშაულის საქმეებს ისევ გახსნილად აცხადებს.